მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. თქვენს ალბათ ადევნებთ თვალყურს რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და უკვე როგორი ესე იგი სიმძაფრე შეიძინა ამ დაპირისპირებამ. ჩვენ ვარაუდობდით იმას, რომ ეს ომი გაცდებოდა ირანისა და ისრაელის გარკვეულ აი ამ მონაკვეთებს და შეიძლება აქ უკვე სხვა ქვეყნები ჩართულიყვნენ და ასეც არის, აგერ ყატარში დაიბომბა ამერიკული სამხედრო ბაზა, ასევე დიდი გარკვეული საფრთხე ემუქრება რეგიონში არსებულ იმ სტაბილურობას, რომელიც აქამდე ასე თუ ისე მოჩვენებითად, მაგრამ მაინც იყო და ირანი რო არ დატოვებდა აი ამას ყოველივეს ესე რეაგირების გარეშე, ამას ორჯერ 4 როა ისე ვიცოდით ჩვენ, იმიტომ რომ ეხლა ამერიკამდე ნამდვილად ვერ მიაწვდეს ის თავის ბომბებს ირანზე მაქვს საუბარი, ამიტომ რაც შეიძლებოდა, სადამდე შეიძლებოდა რომ მიწვდენოდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, ისრაელი კლავაც იბომბება და ამერიკული ბაზები. ეხლა ამის შესახებ უკვე მკაცრი შეფასებები გაკეთდა თეთრსახში, ამერიკის შეერთებული შტატებიც, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე არტოვებს და მოკლედ ძალიან დიდი ომის, ძალიან დიდი დაპირისპირების წინაშე ვდგავართ. მე ვფიქრობ მაინც რომ დონალდ ტრამპმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მან დაბომბა ირანის ტერიტორია. ამით მან ფაქტობრივად ჩაერთო ამ ომში. ანუ ეს ეხა სიმართლე რო გითხრათ, რუსეთისთვის ძალიან მომგებიანი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეხა მთელი ყურადღება გადატანილი ახლო აღმოსავლეთზე. უკრაინა რუსეთის ომი უკვე აღარავის აღარ ახსოვს. კი, რა თქმა უნდა, იქ დაბომბები არის, ომი მიმდინარეობს, მაგრამ ამერიკას უკვე უკრაინისთვის ნამდვილად უკვე დიდად აღარ ცხერა, იმიტომ რომ თავისი უკვე თვითონ არის ჩართული ამ ომში. გასაგებია, მის ტერიტორიაზე ომი არ მიდის, გასაგებია, რომ მისი ჯარისკაცები, ფეხოსნები, ანუ რეალურად სახმელეთო ოპერაცია არ მიდის, მაგრამ გინდა არ გინდა, ამერიკა სადაც არის წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთის გარდა სხვაგანაც ყველგან ამერიკა არის გარკვეული დარტყმის ქვეშ. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მუსლიმური აი ეს ერთობა, რომელზეც საუბრობენ, ეს გამოიხატება იმაში, რომ ყველა ეს ერები, როდესაც ომი იწყება, ერთიანდებიან. და როდესაც ისინი ერთიანდებიან, მე უკვე დარტყმის ქვეშ არის ყველა ის ობიექტი, რომელიც ამერიკასთან ასოცირდება. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ მე მშვიდობისთვის მოვედიოდა, ომი უნდა გავაჩერო, უფრო მეტ ომში ჩაერთო. ეს იყო ფაქტობრივად შეტყუება ამერიკის შეერთებული შტატების ამ ომში. იმიტომ რომ მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ რეალურად ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ამ ომიდან ამერიკა ესე მარტივად ვერ გამოვა, იმიტომ რომ როგორც ირანს აქვს თავისი პრესტიჟი ისრაელს, ამერიკას გაცილებით მეტი ღირსების და პრესტიჟის დევს ყოველ სასწორზე. და ეხა რა თქმა უნდა ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობა უნდა დაისადგოს, მაგრამ აქედან როგორ გამოსავალი მოიძებნება, ეს ცოტა არ იყოს ძნელი საკითხავია, იმიტომ რომ ბევრი ვარაუდობდა იმას, რომ არ უნდა დაერტყა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებისთვის ირანს, უფრო ჯობი იყო ისრაელზე გაეკეთა აქცენტი, რომ შემდგომში აღარ მიეღო საპასუხო კიდევ დარტყმები ამერიკისგან, მაგრამ ირანმა ეს გადაწყვიტა. და ირანი მარტო არ არის ამ ომში. ირანს ყავს მოკავშირეები, ტყუილა არ ჩასულა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, რომელიც შეხვდა თავის კოლეგას პუტინს შეხვდა. ტყუილა არ აკეთებს ჩინეთი განცხადებებს, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეხა ხშირად ამბობენ, ხშირად სურთ, რომ ირანი რაღაცა ირანი განათავსონ იმ ქვეყნების რიგში, რომლებსაც არავინ არ უჭერს, არავინ არ იზიარებს პოზიციას და სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდ არის. თურქეთი საუდის არაბეთმაც კი, რომელიც არის ამერიკის მოკავშირე, იმანაც კი დაგმო იერიში ამერიკის შეერთებული შტატებისა, მაგალითად როდესაც ის ბომბები ჩამოიყარა იმ ატომური რაღაცა შეერერებასთან დაკავშირებულ ობიექტებზე. ასე რომ რთული სიტუაცია გვაქვს. ეხლა ჩვენ ამ ქვეყანაში მე სიღრმეებში არ შევალ, ყველა ექსპერტი არის, ყველაფრის სპეციალისტები გვყავს ჩვენ, აქაც ეხლა ისე დაგიდებენ დასკვნას ჩვენი ექსპერტები, რომ გადაჭრით ყველაფერს, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ინფორმაციები მოგაწოდოთ, ჩვენი ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ მე მიკვირს ზოგიერთი აი
ექსპერტების, რომლებიც ახლა აი კატეგორიულად ამბობენ, აი ეს მოიგებს, ის წააგებს, და ეხლა მე განსაკუთრებით ამ ნაც არხებს უყურებ და ესე იგი ამათმა უკვე გადაწყვეტეს ომის ბედი, უკვე ირანი განწირულია, ყველაფერი დამთავრებულია, განსაკუთრებით ეხლა ეს მიშამ შვილდაძე რო დანიშნეს ფორმულას დირექტორად, ეს საერთოდ აღამაღლებს მათ ინტელექტუალურ დონეს. მე არ ვიცი ეხლა იუმორისტი რო დაინიშნა ამ ტელევიზიის დირექტორად, არ ვიცი, მე გიორგი თარგამაძე მეგონა რომ ეს გასტუკიანი ხვლიკი, რომელიც იქდებოდა ამ ტელეარხის დირექტორად და ამ კაცმა აჯობა. არ ვიცი ხა იქ იმაში TV პირველზე ვასო ფაკაძეს დანიშნავენ ალბათ იქ TV პირველის დირექტორად და აი ესე ციკლოუნა და მიდის რა ანუ ვანო ჯავახიშვილი სიტყვად. ამათ გონიათ ეს ომი არის რაღაცა ბოდიშთა თამაში. და გონიათ რომ აი ეს ომი საქართველოზე არ პოვებს ასახვას. აი გუშინ მოგასმენეთ კიდევ ეს ჩერგოლეიშვილი გამოვიდა და ლაპარაკობდა იმის შესახებ რომ რა ლამაზად მიფრინავენ ეს თვითფრინავები და როგორი კარგად ჩამოაგდეს ეხლა ბომბები და წავალ და ეხლა მოვწრუპავ რაღაცასო რა ვიცი რა ის მოწრუპას აპირებს ის მაგრამ ერთი ფაქტია რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აი ფრთხილად იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში ცხოვრობს 600,000-მდე ლამის მუსულმანი. ჩვენს გარშემო არის მუსულმანური ქვეყნები გარშემო თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩილო-კავკასია და აქ შენ როდესაც აკეთებ განცხადებას ირანის საწინააღმდეგოს ფაქტობრივად დარტყმის ქვეშ აყენებს შენ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ძალიან ისე გარკვეულ აწონ-დაწონვითი პოლიტიკით და რაღაცნაირად არც ეხა გასაგებია რომ ჩვენ ისრაელთანაც ძალიან დიდი კავშირი გვაკავშირებს რაზეა საუბარი და ისე უნდა გავაკეთოთ რომ რაღაცა მხარეთ არ წარმოუჩინდეს საქართველოს და ჯერ ერთიც ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებელი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისათვის მხარე არ უნდა იყოს ქვეყანა შეიძლება ჩვენ დავგმოთ რაღაცა არც უნდა დავგმოთ პრინციპში ქვეყანამ არაფერი არ უნდა დაგმოს იმიტომ რომ მე ინტერპრეტაცია მიეცემა ამ ყველაფერს ძალიან დიდი სიფრთხილე ძალიან დიდი შოვშჭრეტელობა მე მახსოვს ყველა ომში ჩვენ ვერთვებოდით ეხლა რუსეთ-უკრაინის ომში როდესაც დაიწყო ჩვენ დავიჭერეთ უკრაინის მხარე როდესაც გახსოვთ ალბათ ავღანეთში ოპერაცია მიდიოდა ეს იდიოტი სააკაშვილი გამოდიოდა და აი ამ ჯარისკაცს ეუნებოდა აი რამდენი კაცი დახოცე რამდენი მოკალი და აი ეს კაცი ანახეს ისე დაფარული არ იყო მისი სახე და არტყმის ქვეშ ეხა წარმოგიდგენიათ ეს რო გავიდოდა იმ არხებზე რამხელა მე არ ვიცი ეხა ის კაცი ვინც ეს მოყვა ცოცხალია თუ არა მაგრამ რამხელა დარტყმის ქვეშ აყენებდა საკუთარ ჯარს ეს ნაძირალა კაცი ამაყობდა იმითი რამდენი კაცი მოკლა ჩვენმა ჯარისკაცმა ავღანეთში აი ესეთი სულელური პოლიტიკა არ უნდა ვაწარმოოთ. იმიტომ რომ ჩვენ ამითი მივიღებთ საშინელ დარტყმას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის პოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის სასარგებლო. ხეცები რომ უღრან ტყეში ერთმანეთს დაესევიან სამკვდრო სასიცოცხლოდ. როდესაც შენ ამის უნარი არ გაქვს იქ რამე გააკეთო, ხეზე მაინც უნდა ახვიდე და უყურო როგორ განვითარდება პროცესები. იმიტომ რომ აი ამ ცხოველებს რო შევადარო ჩვენ ახლა კურდღელი არ მინდა უწოდო საქართველოს იმიტომ რომ შეურაცხყოფა იქნება რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ჩვენ ნამდვილად არა ვართ სუსტები და ნამდვილად არა ვართ მაგრამ იმათთან შედარებით რა ქვეყნების დღეს არის ავანსცენაზე საქართველოს ნამდვილად არის სუსტი და ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას აი ჩვენი ტელევიზიიდანაც კი ჩვენ ხო არც ეხლა პარლამენტის და პრეზიდენტის რაღაცა იმას არ წარმოვადგენთ პოზიციის გამხმოვანებლებს, მაგრამ ჩვენი ტელევიზიიდანაც კი არ გადის რომელიმე მხარის მადმი რაღაცა ისეთი პოზიცია რომ ვიღაცის მხარს ვიჭერდა. მით უმეტეს ეხლა სამთავრობო არხებს მინდა მივმართო კაც. მინდა მივმართო ამ ექსპერტებს, მინდა ამ გაყინულ ნაციონალებსაც ერთხელ ხო შეიძლება პირი დამუწოთ. ერთხელ ხო შეიძლება გაჩერდეთ. იმიტომ რომ თქვენს აი ამ ბოდიში და აი ამ პოზიციებს შეიძლება ქვეყანის დაზარალება მოყვეს. ეხლა ვიღაცა გადათარგმნის ამ სულელი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებას რომ რა კარგად მიფრინავენ ბომბები და მე შეიძლება ის ბომბები აი კარგად მოფრინდეს ჩვენ თავზე. ამიტომ ამას დაფიქრება ჭირდება ხალხო. აგერ არის ყურისძირში ვიღაცას ირანი ძალიან შორს ხო არ გონია. მანქანი ჩახვალ ორ დღეში ჩახვალ იმაში რა ქვია პირდაპირ ესე იგი საავტომობილო გზით ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს არის კატასტროფული სიტუაცია
მესამე მსოფლიოს ომის აჩრდილი არის თელ ჩვენს გარშემო და არ ვიცი ყველა არის მოჭიბული ყველა ქვეყანა ყველა არის ბირთული ჩემოდანთან აქვს ხელი უკვე წავლებული და ვინც სად გაისვრის კაცმა არ იცის და ეს ყველაფერი გააკეთა იმ ტრამპმა ესე იგი ბაიდენი თუ სანატრელი გახდებოდა მე არ ვიცი ამ კაცმა რომელიც მშვიდობის ტრენდი უნდა ყოფილიყო და მე ომს გავაჩერებო ახალი საშინელი ომის პროვოცირება მოაწყო ეს არის უდაო დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი როგორც გუშინ გქონდა რა თქმა უნდა და დღეს ვისაუბრებთ ბატონი დიტო ჩუბინიძე არის ჩვენთან სტუდიაში ყავაც მოგესალმებით ბატონო დიტო საომშვიდობისა ნიკოლოზ ბატონო მივესალმებით ჩვენს ძვირფას ბატონი დიტო არის ისტორიკოსი და ეხლა მე მინდა რომ ბატონო დიტო ჩვენ იმ წილში ვისაუბროთ აი და ჩვენ მაყურებელს გუშინაც უთხარით რომ ყველა დიდი ომის დროს საქართველოს ერთიანდებოდა ფაქტობრივად და ეს ზოგი ჭირი მარგებელია აი ეს ომიც რომელიც ეხლა დაიწყო ეს იყოს ჩვენთვის შეიძლება გადარჩენა ჩვენი ქვეყნისათვის იყოს რაღაცა აი იმ აუხთენელი ოცნების ახთენის რაღაც საშუალება. აი მინდა რომ რაკურსი რო გავაკეთოთ აი რაზეც საუბრობდით ეხლა თქვენ უფრო კარგად შეძლებთ მაყურებელთან ამ თემაზე საუბარს რომ რა აი როგორი შანსი გვაქვს ამ მიმართულებით რომ და რა აი ისტორიული პარალელების მოხმობა შეგვიძლია ამ კუთხით. კი ბატონო გეთანხმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ ძვირფას მაყურებელს ჩვენს პუბლიკას როგორც საქართველოში ისევე მის ფარგლებს გარეთ და მე ყოველგვარი ფამილიარობის გარეშე მინდა გითხრათ ბატონო ნიკოლოზ მე წარმოუდგენელი რაღაც მეგონა თუ ამდენი მაყურებელი ყავდა ჩვენ ტელევიზიას განსაკუთრებით უცხოეთში და მინდა თვითოულ მათგანს დიდი სიყვარული და ქრისტეს მიერი სიყვარული და ჩემი დიდი პატივისცემა დაუფიქსირო რაც შეეხება თქვენ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით რა შანსები ქონდა საქართველოს და როგორი იყო საერთოდ აი ჩვენი სენტენცია თუ შეიძლება ასე ითქვას იმ პოლიტიკური ვითარებისა რომ რაღაც სიტუაციურად საქართველოს ყოველთვის სარგებლობდა დიდი საერთაშორისო ომიანობით და გამოდიოდა მერე გაძლიერებული და გაერთიანებული იგივე დავით აღმაშენებლის დროს ასე მოხდა სწორედ იმიტომ რომ დავითმა ფაქტობრივად ჩაიბარა დანგრეული და დაქცეული ქვეყანა ესე იგი ის ამ აკონტროლებდა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ფაქტობრივად და ნუ რაღაც ნაწილს რა თქმა უნდა აღმოსავლეთისას და ნუ რა თქმა უნდა სამხრეთ საქართველოს მაგრამ ფაქტობრივად ეს თბილისი მისი შემოგარენი მთლიანად ეს საქართველოს იყო დაპყრობილი საქართველოს იყო ოკუპირებული თურქ-სელჩუკების მიერ და დავითი იხდიდა ხარკს ეს ძვირფასო მეგობრებო არის ფაქტი ახლა ამას ხო ჩვენ ვერსად წაუვალთ და 1095 წელს იწყება ჯვაროსნული ომები ჯვაროსნული ლაშქრობები იწყება თუ არა დავით აღმაშენებელი რომის პაპი სამხრეთ საფრანგეთში ურბან მეორე კლერმონში საეკლესიო კრებაზე გამოაცხადებს თუ არა ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყების შესახებ დავით აღმაშენებელი მაშინვე აქტიურად ებმება ამ პროცესში მან ძალიან კარგად იცის შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება და მოკლედ 2 წელიწადში 1097 წლიდან ის უკვე თურქ-სელჩუკებს ხარკის გადახდაზე უარს ეუბნება. უფრო მეტიც, ის ძალიან ახლო ურთიერთობაში შედის ჯვაროსნულ ორდენებთან, რაინდულ ორდენებთან, როგორც გახლავთ პირველ რიგში ტამპლიერები და საქვეყნოდ აღიარებული ფაქტია და მომდინარეობს ეს იონე ბატონიშვილის კალმასობიდან რომ სადღაც 1118-1119 წლებში იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორე ჩამოვიდა საქართველოში და ის დავით აღმაშენებელს შეხვდა საიდუმლოდ და მათ ილაპარაკეს მომავალი დიდი ბრძოლების შესახებ და მოგეხსენებათ რომ სადღაც ამ შეხვედრიდან 2-3 წლის შემდეგ 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა სწორედ ის ძლევაი საკვირველი რომელიც კაცობრიობის ისტორიაში აღიარებული ერთ-ერთი უდიდესი ომი რომელიც საქართველოს მოიგო და ფაქტობრივად იშვა კუთრეთით აღდგა ქვეყანა ფენიქსისებ აღდგა ქვეყანა აი ეს იყო ნამდვილად რო არა ჯვაროსნული ლაშქრობები და რო არა შესაფერისი პოლიტიკური საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება ძალიან გაუჭირდებოდა დავით აღმაშენებელს საქართველოს გაერთიანება და თურქ-სელჩუკების დამარცხება, მაგრამ შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, მისმა ნიჭიერებამ, მისმა მიზანსწრაფვამ და იმ წინვალე თანავარსკვლავედმა
პოლიტიკური ფიგურებისა, გუნდისა, რომელსაც წარმოადგენდა და განასახიერებდა მისი ამღზრდელი და ფაქტობრივად მეგობარი და მისი ტოლი იყო ფაქტობრივად, როგორც ამბობენ, როგორც აღნიშნავენ, მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არც ყოფილა. გიორგი მწიგნობართუხუცესის ჭყონდიდელი, აი ამ წინვალე თანავერსკვლავედმა, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, რა თქმა უნდა, და იმ წინვალე სასულიერო დასის ხელმძღვანელობით მოიტანა ის დიდი საქართველო, ის წინვალე საქართველო. აი ეს იყო ნამდვილად, როცა შესაფერისი პოლიტიკური სიტუაციით ისარგებლეს ქართველებმა და მოიგეს და საქართველო გაერთიანდა. რაც შეეხება აი ამ პოლიტიკურ ვითარებას და ისრაელის მიერ აი ამ დიდ ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩათრევის ფაქტს. ამასთან დაკავშირებით ნებსით უნებლიეთ მახსენდება 1951 წლის 7 დეკემბერი, როდესაც ფაშისტურმა იაპონიამ დაბომბა წყნარი ოკეანის ამერიკული სამხედრო საზღვაო ბაზა პერლ ჰარბორი. წინვალე ფილმი არსებობს ამასთან დაკავშირებით, ამავე სახელწოდების, სადაც ლივ ტაილერი და ამერიკული კინემატოგრაფის ლეგენდები თამაშობენ და მე მინდა გაგახსენოთ ფაქტი, რაც არის ფაქტი. ბრიტანეთის დაზვერვა და ბრიტანეთის დაზვერვა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში შეიტყო, მეგობრებო, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონელები გეგმავდნენ ამერიკული სამხედრო საზღვაო ბაზის პერლ ჰარბორის განადგურებას. ფაქტობრივად აი ამ დაბომბვის შედეგად, რომელიც 51 წლის დეკემბერში განხორციელდა, ამერიკამ წყნარი ოკეანეში დაკარგა ბაზა. და ყველა ერთ სიტყვით ევროპული ქვეყნები და განსაკუთრებით ბრიტანეთი ძალიან იყო მოწადინებული, რომ რამენაირად ამერიკის შეერთებული შტატები ჩათრეულიყო, ჩაბმული ყოფილიყო ომში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. ყველა თუ შეიძლება ასე ითქვას თანამედროვე ტერმინით, რომ განსაჯოდ ჩალიჩობდა იმის შესახებ, რომ როგორმე ამერიკას ცხვირი შეეყო ამ ომში და მართლაც ბრიტანელებმა იცოდნენ, გაიგეს დღეს უკვე დოკუმენტალურად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ბრიტანელებმა იცოდნენ ამ თავდასხმის შესახებ, რომ იაპონია ამზადებდა ამ თავდასხმას, ამ მომაკვდინებელ თავდასხმას წყნარი ოკეანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, პერლ ჰარბორზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის მითითებით ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურებმა ამერიკის საიდუმლო სამსახურები ამის შესახებ არ გააფრთხილეს და როდესაც მოხდა დაბომბვა და პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს შეატყობინეს ამის შესახებ, რომ იაპონიამ ამერიკელების სამხედრო საზღვაო ბაზა დაბომბაო, ჩერჩილმა იმ საღამოს ჩვეულებაზე უფრო ადრე დაიძინაო, ჩაიდალიაო და თქვაო, ეხლა შესანიშნავ ხასიათზე ვარო, ომი უკვე მოგებული გვაქვსო და შვიდად დაიძინაო, რომ ამერიკა ჩაითრიეს ამ ომში. აი ახლა არის ჩათრეული ამ ომში და რით დამთავრდება არ ვიცი. ვიეტნამი მახსენდება, აი ვიეტნამში როგორც კი ჩაერთო ამერიკა, იგივე მაგალითად სირიაში რამხელა ფული ჩაიდო და უკან წამოვიდნენ. უკრაინაში კაცმა არის ის კიდე და ეხლა ჩვენ როდესაც საუბრობთ იმის შესახებ, ხო, რომ აი დასავლეთის და აი ამ ამერიკის ფაქტორზე. ესე იგი, მთელი ქვეყანა იგრევა გარშემო, ამხელა გიგანტები, სოფლიოს რაღაცა მეგა სახელმწიფოები ჩართული არიან. ეს კაია კალასი საქართველოს მაინც არ ეშვება. ეხლა მინდა რომ აი იმაზე. ესე იგი, რა ასეთი კიბოა და რა მოუშუშებელი შეგვეყარა ამათ სახით, რომ ესე იგი, მართლა აი მინდა ხოლმე ზოგჯერ რომ აი ვიფიქრებ, რომ აი მართლა ამათმა უნდა მიიღონ საკადრესი პასუხი რა. იმიტომ რომ ესე იგი, ქვეყნი ჩვენი ქვაქვაზე არ არის დარჩენილი, ლამის არის ატომური ბომბი ისროლონ და ესენი მაინც ჩვენ შანტაჟზე არიან გადმოსულები და აქ ჩვენ გვემუქრებიან და დესტრუქციებს გვიწყობენ. ვუბრუნდებით თემას ივლისში. არ მიგვიღია გადაწყვეტილება დღეს. იმედი მაქვს შეიძლება გქონდეს რაიმე მოძრაობა იმ დროისთვის. განზრახვა დასჯა მათი. უნდა გქონდეს პერსონალური სანქციები ევროკავშირის დონეზე და უნდა დავიწყოთ პროცესი ვიზა ლიბერალიზაციაზე და პირობები დავაწესოთ. წარუადგინეთ უკვე წინადადებები და მათ პირველ რიგში განვიხილავთ კოლეგებთან ერთად დაწყებული სამოქალაქო სექტორისთვის მხარდაჭერის გაზრდით და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვის ჩათვლით.
ხდების კეთება მიანიშნებს იმ უმძიმეს კრიზისზე, ღირებულებით კრიზისზე პირველ რიგში, რომელიც სრულად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროპაში ვითარება შეიძლება, გაუმჯობესდება, მათ შორის დაიძლება როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული კრიზისი, ღირებულებითი კრიზისი. ჩვენ გვაქვს სურვილი 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ყველასთან გვაქვს სათანადო კომუნიკაცია. შანტაჟი უნდა დასრულდეს, ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი დეзинფორმაცია, რომელსაც წესით ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები უნდა ებრძოდნენ და არა პირიქით დაკავებული იყვნენ დეзинფორმაციის გავრცელებით. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა საქართველოში დაფინანსებული არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან მომდინარე წყაროებით. მე არაერთხელ მივმართე ევროკავშირის საელჩოს, არც ერთხელ არ დაუგმია მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის გაღვივება, ვიზო მიმოსვლა გამყარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოსა და ევროკავშირის შორის, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი. არანაირი საფუძველი არ არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების. ისინი ვინც დემონსტრაციებზეც კი გამოდიოდნენ თბილისში და ოპოზიციას უჭერდნენ მხარს არჩევნების წინ, რა თქმა უნდა ისინი არიან მკაცრი ზომების მომხრე, რომ საქართველოს წინააღმდეგ გატარდეს ეს თქო სადამჟელო ზომები, ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ამას ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი და საქართველოს მიმართ იქნება ობიექტური დამოკიდებულება. იცით რა არის ხალხო, აი ნამდვილად თაგმად ხარაო, კატა გამოთხარაო, ამას მიიღებს ეს ბალტიისპირა ქვეყნები ძალიან მალე, როცა უკრაინის საკითხს გადაწყვიტავს რუსეთი. ახლა ვინმეს ხო არ გონია რომ ეს ყველაფერი გატარებული იქნება. კაცმა გამოვიდა თქვა ჩვენ ვართ ერთი ერი, ერთი ქვეყანა და მთელი უკრაინა მე მეკუთვნის. ანუ ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინი აპირებს არა მარტო იქ ოდესის, არა მარტო ზაპოროჟიეს, არა მარტო დონბასის, არამედ მთელი უკრაინის მიერთებას რუსეთისათვის. და მე გამოვა ის უკრაინელები და გვეტყვია თქვენ რა თავს იკლავდით, სწორი იყო ეს კაცი, რა ჩვენ ვიბრძოდით აკა და ჩვენ გამოვალთ ისევ დამნაშავეები. და მართლაც სლავები არიან, ერთმანეთში გაარკვევენ, ესენი სიტუაცია. მაგრამ ესენი რა ვინ ეკითხება ამათ? მთელი ცხოვრება რომ არასწორ პოზიციაზე იყვნენ. ჯერ იყო ნაცისტების დროს გერმანელებს უჭერდნენ მხარს. მერე იყო დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ვითომ ჩვენ გვიჭერდნენ მხარს და რომ გადატრიალება მოხდა საქართველოში, აი ლანსბერგისმა და კიდე სხვებმა ბოდიში და სოროში შეყვეს თავი და ერთი მხარდაჭერი სიტყვა არ იქნა ნათქვამი ჩვენს მიმართ. კიდე ერთხელ ვიმეორებ. ისტორია მეორდება. დღესაც აგერ არის ფაშიზმი, ეს თანამედროვე ფაშისტები არის ევროპელები, რომლებსაც უნდათ რომ როგორც მათთან არის ეს სოდომია დამკვიდრებული, ისე საქართველოში მოხდეს. ანუ ჩვენ მიუღებელი ვართ მათთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სხვა მენტალობის ქვეყანა. მათ აი კიდე ერთხელ ვიმეორებ. უნდათ აქ რომ როგორც მაგალითად კიევში ჩაატარეს აი ესე იგი მარში, LGBT მარში, ასევე უნდათ საქართველოშიც გააკეთონ ის. აი რატო არის მათთვის უკრაინა მისაღები და არა საქართველო. აი ნახეთ, აი ესეთი მარშები ეწყობა, ომში არის ქვეყანა, იმის მაგივრად ღვთისმშობ როგორც სტალინმა გააკეთა რომ ღვთისმშობლის ხატი თლიანად მთელ ესე იგი აი ამ რუსეთს ფრონტის ხაზზე აი ესე იმასკდა რა ქვია მოატარა და ამით რაღაცა სერიოზულად აი ადამიანმა ღვთეს ღმერთ შესთხოვა დახმარება. Амат ღვთისმშობელი კი ნახეთ ხელში რა უჭირავ ღვთისმშობლის ხატის მაგ. Центр Києва замайорів веселкою, рівністю і сміливістю. Пліч-опліч 1500 людей, які не бояться бути тут, бути гучними, любити. Це був не просто марш рівності. Це було нарешті. Нарешті без виправдань і скасувань. Нарешті з плакатом в руках і прапором на плечах. Нарешті без необхідності маскуватись. Нарешті можливість крикнути «Прайд» і почути 1000 голосів у відповідь. Відчути підтримку і простір бути вільними. Бачити, як лється любов на плакатах, в очах, в обіймах від близьких і просто знайомих. Це коли на одній вулиці йде мама з дитиною, військовий з веселковим прапором і той самий сусід, який казав «І я не проти, але…» І все-таки прийшов, послухав, зрозумів і змінив своє ставлення. Ми хочемо жити без «але», пізніше і тихіше.
Це був марш Київ Прайд 2025. І наступного разу нас буде ще більше. Бо любов рухає, крокує, розквітає. ესე იგი მე არ ვიცი 100 საკუთარი ქვეყანა გაწირო კაცმა მე არ ეხა აი ამ ბოდიშ და სოდომიის მარშებს რო ატარებს ეს ზელენსკი რა აგონია რომ ღმერთი მას მერე წყალობას მისცემს არ ვიცი აი რა ხდება ხალხო აი ქვეყანა ინგრევა 70000 კაცი მარტო იმაში კურსკში დატოვეს აგერ მთელი ავტომობილებით 1000-ობით 10000-ობით და 100000-ობით გვამი მიუტანეს იქ საზღვართან და ეს კაცი აგერ იმ სოდომიის მარშებს აწყვეს გესმით თქვენ ასაკეთ ძალიან კარგად მესმის და მთელი უბედურება ის არის რომ თვითონ ის ზელენსკი არის მაგ სოდომიის და მაგ უბედურების და ნარკომანიც არის და გათახსირებულიც არის და ახლა ზოგიერთო დიდი სარდალი გამოდით ახლა ქართველო ისე გეი აქტივისტებო ზელენსკი ორო არისო უდიდესი სარდალიო და ნუ რა ვიცი რა ხო აკია ბარბაკაძე ეს კიტოვანის მეხინგლე ზოგი კიტოვანის ახ გენერლები გვყავს ჩვენ ზოგი მუშაობდა კიტოვანის მეძაღლეთ ეს აკია ბარბაკაძე პოლკოვნიკი არის მე მგონია ისა რა ქვია მუშაობდა კიტოვანის მეხინგლეთ ну ასე შემდეგ და აი ახლა ამათ მე თან ისაო როგორ თქვა რუსეთსო 4500 ტანკი ყავსო და 7600 აუფეთქეს უკრაინელებმა რაღაც ისულელებს ესე იგი ელემენტარული არითმეტიკის პრობლემები აქვს ახლა და ამათი მოგებული ომში ვინც იბრძოდა ის გუჯარ ყურაშვილი არ ვიცი ცოცხალია თუ არა თუ ცოცხალია მერთმა დიდხანს აცოცხლოს და თუ განსვენებულია მერთმა აცხონოს თვითონ რატო არ მიდია ჯერეგები ყურაშვილმა დაადო ბატონო ნიკოლოს ხელი გუჯარ ყურაშვილმა დაადო ხელი აკია ბარბაკაძეს რომ ოჩამშირიდან გამოიქცნენ ესენი თხებივით და მიატოვეს პოზიციები და არიან მოღალატეები და უნდა დაეხრიტათ ადგილზე კაცო მე ის კი არა ვარ რა ქვია რაღაც გერინგი და გებელსი უბრალოდ ვამბობ რომ სამშობლოს მოღალატე არ არის სიცოცხლის ღირსი როგორც ამბობს ხევისბერი გოჩა იმ წინვალე რა მართლა გენიოსის ნაწარმოებში რომ მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არისო გადაწყვიტეთ თემოო და უნდა გადაეწყვიტა თემს საქართველოისას ეს ამბავი მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ ჩვენ ვერ გადავწყვიტეთ იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არ იყო და არც არის დღევანდელ ქვეყანაში არ შეიძლება გოგავა იყოს გენერალი ზაზა გოგავა არ შეიძლება იყოს გენერალი მე არ ვამბობ რომ დავხრიტოთ და დავწვათ და ჩამოვკიდოთ და ჩამოვაგწოთ მაგრამ ადამიანი არის სამხე მოღალატე კომისიაზე რო გაიყვანეთ ქალბატონო თეა წულუკიანს მეუბნები და იქ და მაპატიეთ და იქ შეურაცხყოფები მოგაყენა თელ კომისიას და მაპატიეთ და აი გებლატავათ იქა დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის ხო იქვე უნდა დაგეპატიმრებიათ იმ კომისიას ზეგა და დაგედოთ ხელბორკილები იმიტომ რომ კაცმა თქვა რომ რატო ვერ გააფრთხილე კოდორის ხეობის მოსახლეობა რატო ენა რამ დაგიბა რა ტელეფონი არ ქონდა რაცია არ ქონდა თუ რაში იყო საქმე არ გააფრთხილე იმიტომ რომ ბრძანება ქონდა გარყვნილი სააკაშვილისგან მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ხალხი უნდა დაღუპულიყო რომ ესეთი იყო დავალება რომ მე ფულები აგეღოთ აი იმიტომ არ გააფრთხილე ვერ გავაფრთხილე კი არა არ გააფრთხილე და აი ამ არ გაფრთხილების გამო უნდა აგო პასუხი და კომისიის გაცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ სამხედროებს არ ვასამართლებთ ეგ არის ტყუილი აბა ვის ასამართლებთ ვერ გავიგე პაპაჩებს და ბებია ჩემს ვის ასამართლებთ ბათაშორის ეხა მე მინდა ერთი რამე გითხრათ არ მინდა უბრალოდ კარტები გავხსნა ერთ-ერთი პიროვნების წიგნის პრეზენტაცია იყო რომელი პიროვნებაც არ არის ნაცი ესე თუ ისე და ესენი გამოჭიმული ყოფილან ეს ბოგავა ეს ეს გენერლები და იქ იყვნენ რაღაცა და ისინი ყოფილან რაღაცა ხელისუფლების მხარდამჭერი გენერლები მე არ ვიცი რა ეხლა რა ხანის გენერალია და შენს გენერალი ხარ ეხლა ძაღლის ტყავს არ დახევსო რა შუაშია ესა ვერ ხვდები ბატონო ნიკოლოზ არ შეიძლება დანდობა რა გენერალი რა ეხლა გასაგებია შეიძლება რაღაცა რისი გენერალი არავით არის გენერალი ეს არ ვიცი რა არა ეხლა მაინტერესებს ეხლა აგერ უკრაინა გაცამტვერდა ხო და კიდე იმას ლაპარაკობენ ესენი უკრაინა იგებს არავით არის გენერალი ეს არ არის რა რა გოგავას გენერლობა ვის გაუგია კაცო ეს რისი გენერალი 7 ნოემბერს კაცმა დაარბია მიტინგი გამოიყვანა ჯარი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აცემია მშვიდობიანი დემონსტრანტები ამისთვის უნდა მიცემული იქნას პასუხისგებაში მაგრამ ჩემ და გასაკვირად ძალიან დიდ პატივისცემ მე ქალბატონ ციაწულუკიანს უდასტურებ ჩემს პატივისცემას იქ ალუ და ღუდუშაურს
და არიან იქ ნორმალური ხალხი და იგივე გურამ აჭარაშვილიც არ არის ცუდი კაცი და ვიცი რომ ქართველი კაცია და ქართულად უძგებს გული და მე არ მინდა ხა სხვებზე ვილაპარაკო რა და დანარჩენებზე არ მაქვს მაინცა და მაინც ისეთი მაღალი წარმოდგენები მაგრამ კაი გავანებოთ ამას თავი ეს სხვა თემაა არ შეიძლება ძვირფასო მეგობრებო 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი იქა მე დავიწყე ის მიტინგი, თორე გადაახვიეთ კადრები და მე ვამაყობ, თელი ჩემი სიცოცხლე ვიამაყებ, რომ იქ ვიდექი, ავანგარდში ვიდექი. მიტინგი მე დავიწყე იქა 2007 წლის 7 ნოემბერს. სისხამდილით მიკროფონი მეჭირა ხელში და იქ გვერდი ჯონდი ბაღათურია იყო და ირაკლი წერეთელი იყო საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა და ვახტანგ ისა გუნცაძე მოვიდა მერე და თელი ამბები იქ ვიდექი, არ გავქცეულ ვარ და ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და მე ვიცი ძალიან კარგად რა, ყველაფერი. ხალხი ცემეს აი ამ ნაძირალამ აცემინა ხალხი ჯარისკაცებს ქართველები მიუქსია ქართველებს ჯარს რა უნდა და რა ესაქმებოდა იქა ამისთვის ეგ როგორ უნდა დადიოდეს ქუჩაში თავისუფლად მე ადგა და გიული ალასანია გამოაცხადა ქართლის დედად ნუ არ ვიცი რა ნუ ეხლა ესე იგი გიული ალასანია თუ ქართლის დედა მაშინ ესე იგი ნუ რა ვიცი იაფარულობა მაშინ ღვთისმშობლად გამოაცხადეთ და დაამთავრეთ საქართველოს ისტორია რა. ამიტომ გეუბნებით რომ ეს ცდარია ეს პოსტულატი იმის შესახებ რომ სამხედროებს არ ვასამართლებთ. ჯარისკაცებმა იომე საცოდავმა ბიჭებმა. ჩემი ბავშვობის მეგობარი ილია გაბუნია დაეცა იქ შინდისში. იომე ჯარისკაცებმა, მაგრამ აი მოღალატეებმა ეს გიგი კალანდაძე იქ ტლინკებს როყრიდა და გამორბოდა იქედან. მიატოვეს ჯარი, მიატოვეს მოსახლეობა, მიატოვეს ყველა და ყველაფერი, სინდისიც, ნამუსიც, გაიქცნენ და სააკაშვილის სოროში შეიმალნენ. ეს მაშინ კიდე ისი მით იყო, რა ქვია, კოკაინით და ჰეროინით გაბრუებული და იქ დოქტორი პორნომასაჟისტი ყავდა გენაცვალე ისა კბილებით და კბენით რო უკეთებდა მასაჟებს და იყო ესეთ ამბავში და ვიყავით ამ უბედურებაში და ამ ბაკკანალიაში ჩაძირული. ამიტომ მე კატეგორიულად მოვთხოვ ქალბატონ თეას ძალიან მაგარ ქალბატონს, ძალიან მაგარს, აი მის პრინციპულობ არ შეიძლება ქალბატონ თეა აქ უნდა დადგეს სამ არ შეიძლება კაცო გოგოვამ რომ იქვე უნდა მომხდარიყო დაპატიმრება კაცმა გააკეთა ვერ გავაფრთხილ რას ქვია ვერ გააფრთხილ არა მით უმეტეს ასეთი გამოწვევების რას ქვია ვერ გააფრთხილ ასეთი გამოწვევების წინაშე ვარ ჩვენ ქვეყანა აი ჩვენ გვიწევს ხოლმე თემიდან თემაზე გადასვლა იმიტომ რომ ისეთი სიტუაცია ქვეყანაში და ბატონ ნიკოლოზ მაპატი რო რაღაცა მოხდეს ჩვენ ამგენელების იმედი უნდა გქონდეს ხო და ამაგას ვიდა ამათი იმედი შეიძლება ამათ ომში უნდა გაყვეს ვინმე კაცო კი ბატონო და ეხა აი ამ ამათ ეპოლეტები უნდა აახიოს საკითხავად ირანისა და ამერიკის დაპირისპირებასთან დაკავშირებით მინდა ინფორმაცია გადმოგცეთ ახლა ტრამპმა გააკეთა განცხადება ირანში ჩვენს მიერ დარტყმული სამიზნეები მთლიანად განადგურდა და ეს ყველა მიცის მხოლოდ ყალბი ამბები თუ იტყვიან საპირისპიროს რათა მაქსიმალურად დააკლინონ ზემოქმედება და ისინიც კი აღიარებენ რომ სამიზნეები თითქოს მთლიანად განადგურდა ეხლა მე არ ვიცი რა ეს კაცი გეუბნებით შესამოწმებელი არის ამას ვამბობ სერიოზულად. პრეზიდენტია, მაგრამ ეს ბაიდენს გაასწრო თავისი სიგიჟები. ხო იძახის რომ ვიღაცა ცდილობსო ჩვენს მიერ აი სამიზნეების განადგურება ეჭქვეს დააყენოთ. აი ახლა ვაჩვენოთ ჯეი დივენის განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა. ჯეი დივენსი აცხადებს, რომ ირანი კვლავ აკონტროლებს გამდიდრებული ურანის მარაგს. ბიჭო, ეხლა საპირისპიროა. თან ამბობს ეს კაცი რომ ხებს არა თუ კი აკონტროლებს კვლავ და რო აცხადებ რომ გავანადგურეთ ყველაფერიო, მაშინ შენი აგერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დივენსი როგორ აცხადებს ამას, ხო? ვერ გავიგე, ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოდის განცხადება. არაფერი ახალი აქ არ. არა, მე ერთი რამე, უყურეთ ეს კაცი იძახის, ერთ დღეს იძახის. სანამ ირანზე დაარტყამდა სხვათა შორის განცხადებებს აკეთებდა ირანთან რომ ჩვენ რომ დავამყარებთ ურთიერთობასო, ირანთან რომ ჩვენ მოვნახავთ საერთო ენასო. იგივე სამბობდა ჩინეთზე. ანუ ეს კაცი არის არაადეკვატური, მეგობრებო, ისევ აი ამ თემას შემოვინახეთ, იმიტომ რომ ეხლა ამაზეა საუბარი. ესე იგი, ერთ დღეს ერთს იძახის, მეორე დღეს მეორეს იძახის. ერთ დღეს იძახის ომს შევწყვეტო, მეორე დღეს ომს იწყებს. ერთ დღეს იძახის ეს ჩემი მეგობარია, მეორე დღეს ჩემი მტერია. ერთ დღეს იძახის პუტინი კაი კაცია, მეორე იძახის პუტინი შეიშალაო. აი, რანაირად შეიძლება აი ასეთ
პოლიტიკოსთან, ასეთ პრეზიდენტთან ვინმე დაჯდეს და აი ამასთან რაზე შეიძლება ლაპარაკი. ეხლა არა, იძულებული ხარ დაჯდე ეხლა ამ ხელა მეგასახელმწიფო ვარ. აი ეგ არის მისი კოზი. მაგრამ არაადეკვატურობით ქვეყანა შეყავს ჩიხში, იმიტომ რომ ამის სიტყვას ფასი არ აქვს. აი ეგ არის მთელი სიტყვას არ აქვს ფასი. შენ ამბობ რომ ესე იგი სამიზნეები განვანადგურებ და ვინც ამას იზახის, ყველა ის არისო, რა ქვია, სულელია ლამისო და აგერ JDS-ი ამგერ ამბობს სხვა რამეს, ხო? თუ და მასკი აგერ იზახდა ჩემი მეგობარიო, მასკი ეხლა აგერ გაქცეული არის. თუ გადავხედავთ და გავიხსენებთ ერაყის საომარი კამპანიის ისტორიას, მაშინ რაც დღეს ხდება ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანსა და ისრაელს შორის, ეს ყველაფერი რაღაცნაირად გასაგები გახდება. მე გაგახსენებ თქვენ, ბატონ ნიკოლოზ და ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა განცხადებებს ავრცელებდა პენტაგონი და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური ადმინისტრაცია ჯორჯ ბუშის უმცროსის პრეზიდენტობის დროს, როდესაც ერაყში დაიწყო სამხედრო კამპანია. რა იყო მთავარი მოტივი და მოკლედ მიზეზი, რის გამოც რომ თითქოს სადამ ჰუსეინს ჰქონდა რაღაც ბიოლოგიური იარაღი. შემდეგ პენტაგონმა აღიარა, რომ მსგავსი იარაღი სადამ ჰუსეინს არ ქონია. ახლაც არის დაახლოებით ეს თამაში, ეს თამაშია, რომ გაამართლოს შეერთებულმა შტატებმა თავისი ამბიციები ირანთან მიმართებაში და დაასაბუთოს, რომ რატო აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, არის განცხადებებზე იმის შესახებ, რომ თითქოს ირანს რაღაცა ბომბი აქვს, ატომური ან თუ არა აქვს, ხვალზე შექმნიდა. ეს არის ერთგვარი თავის გასამართლებელი რიტორიკა, რომ აი ამიტომ ვაკეთებ ამას, რომ კაცობრიობის ბედზე ვარ დამწუხრებული და ხამენეის რეჟიმს რო არ გაესროლა ეს ატომური ფუგასი და არ მოესპო დედამიწა, ამიტომ მე ამერიკის პრეზიდენტმა დიადმა ტრამპმა გადავწყვიტე, გადამერჩი რომ სასწრაფოდ მემოქმედა და კაცობრიობა ვიხსენი და გავანადგურე ირანი. და ამიტომაც ჩემი ბოროტება, რასაც ახლა მე ჩავდივარ, უნდა გამართლდეს. ეს არის წმინდა პოლიტიკური, რო იტყვიან, აი ესეთი კარბორია და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი არის ამის ახსნა და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია ლოგიკურად იმის დასაბუთება, თუ რატო ამბობს ამერიკის პრეზიდენტი ერთს და მიწაში ტრიალებენ ის ბოდიშ და ამერიკას ყოლია სერიოზული ისევ აი მიწაში ტრიალებს ყველა აი ეს სამარცხვინო ბაიდენის ეს ტრამპი აი რა ვიცი ეს არის დაცემა ამერიკის ამიტომ ეს ამერიკის დაცემაც არის და მსოფლიოში იგივე ბუში კიდე ბუშმანაც გააკეთა აღარ არის ბატონო ნიკოლოზ სერიოზული შეხედეთ ევროპას აი ჩვენ ნახეთ ახლა წერან ხო აი ვინ არის ეს კალი აი გეფიცებით ყველაფერს. აი ხა ჩვენ აი ეს კალასი რო არის. მოდი ხა. აი ცირკთან რო დააყენო ეგა თბილისში, ცირკთან რო დააყენო, გეფიცები ხუთლარს არ მისცემს ვინმე. ეს კალასი. ფედერალისტები არიან ეგეთი. კალასი რო არის, აი ესე გეუბნები და ეს რო არის კიდე ცახკნარი თუ ძუკნარი თუ ვინჯანდაბა არის ეს კაცი ესე რით ვერ მოვიშორეთ ესენი რა დავაშავეთ რა შეგწოდეთ მერტო ესე გიჟი მანტასიო პავილიონისიო ბუტკოვიჩიო ბატკო ეს რასა იუკნევიჩიანე თუ რასა ძუკნევიჩიანე ვინები არიან ესენი რა უნდათ ამათ ბჭო სახელმწიფოებრიობა თქვენ არ გქონიათ თელი თქვენი რაც კი არსებობთ წარმოადგენდით გერმანული სამხედრო ორდენების რელიგიური ორდენების ტევტონთა ორდენის სამომხმარებლო სოციუმს გერმანელი ტევტონების მოსახმარის სოციუმს წარმოადგენდით თქვენ ვერ დავკონკრეტები ეხლა და ვერ ვილაპარაკებ რა დანიშნულება გქონდა თქვენ გერმანელი ტევტონების განსაკუთრებით თქვენ ქალბატონებს გერმანელი ტევტონების წინაშე. სახელმწიფო თქვენ არ გქონიათ. ქრისტიანობისთვის და ქრისტიანული სარწმუნოებისთვის თავი არ მოგიკლავთ. რაღაც ისეთი განსაკუთრებული ფურორი ან კინოხელოვნებაში, ან ლიტერატურაში და ან რაიმე ან მხატვრობაში თქვენ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მოგიხდენიათ. თქვენოდენა
სამივე ერთად რაც ახართ რესპუბლიკა ლიეტუვაც, ლატვიაც და ესტონეთიც საქართველოს ტერიტორიები აქვს დაკარგული. და თქვენ რაც არსებობთ საერთოდ სამი იმის ხნის ჩვენ ჯვრის მონასტერი გვიდგას აგერ 586-606 წლებში აგებული მცხეთაში და მე-7 საუკუნის 30-იან წლებში ატენის სიონი. ერთი და იგივე არქიტექტურა და დაახლოებით ალბათ სავარაუდოდ ერთი და იგივე არქიტექტორი. და უფრო ადრინდელი კიდე მე-4 საუკუნის ეკლესია ბაღდათის რაიონში ხანში დგას. 5 თქვენი ხნის, რაც არსებობთ. ესე იგი, მე არ მინდა ერთ შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ 1940 წელს, როცა თქვენთან დამყარდა საბჭოთა წესწყობილება, ერთი კაცი არ გამოსულა და ჟანგიანი ფილთა თოფი არ გაუსვრია საბჭოთა კავშირის წითელი არმიის წინააღმდეგ. იყავით წელში მოხრილები, თავჩაღუნულები და სამარცხვინოდ გატყუილები. ფაშისტების წინააღმდეგ რა ქნეს? სხვათა შორის არჩევნები ჩაუტარა სტალინმა სამივე რესპუბლიკას და არჩევნებით მოხდა თქვენი გაწითლება. ჩვენ შევაკვდით და შევასკდით იმ წითელ არმიას, მე-11 არმიას, კოჯორთან და ტაბახმელასთან და ჩვენი საუკეთესო შვილები დაიხოცნენ იქა და ქართველები და მთელი უბედურება და იმდენი ტრაგედიები გადავიტანეთ და გაყოფილი იყო ქართველობა, ნახევარი იქეთ იყო, ნახევარი აქეთ იყო და იყო ერთი ამბავი. ამის მსგავსი არაფერი თქვენთან არ მომხდარა. სანამ გორბაჩოვი არ ჩამოაგდეს, არ დალპა და აი მართლა ჭიაღუა არ დაესია, მანამდე კაცო ხმას არ იღებდა. არა, ჯერ ერთიც ბატონო დიტო, იგივე ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ. მერე ფაშისტებთან კონცლაგერებში მაგენი იყვნენ. ყველაზე საზიზღარ სამუშაოს სასტიკები ეგენი იყვნენ ყველაზე. თქვენი ყავით იქ. უკრაინელ პოლიცაებთან ერთად. ესენი იყვნენ, კაცო. სხვათა შორის ძალიან საეჭვო მონაწილეობდა ერთ-ერთი ჩაფარი ეროვნებით ლიეტუველი მქონდა ამასთან დაკავშირებით 1907 წელს, როდესაც მოხდა სექტემბერში წიწამურთან ის საშინელი ტრაგედია და ილია ჭავჭავაძის ყოლელობის მომსწრე იყო, შემსწრე იყო თუ თანამონაწილე იყო ის ბალტიისპირელი კაცმა არ იცის. მეფის ხელისუფლება იყო და ლატვიელმა მსროლელებმა იქ აქტიური მონაწილეობა მიიღეთ აი ამ ბოლშევიკების მოყვანაში. ხო და რა ვიცი, ვის მხარეს და ეხლა საწოდავი ცხონებული აცხონოს ღმერთმა მისი სული ზვიადი იყო, გამსახურდია, დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ლიეტუვას მხარი როგორ დაგიჭირათ და ესეთი სამარცხვინოები, ეგეთი მოღალატეები იყავით მთელი თქვენი ცხოვრება, აი ეს ვიტაუტას ლანდსბერგისი, ესე იგი როგორც კი გაინახდა თავისი ერთი ჩვენკენ არ განმოუხედავს. მისი შვილი არის ეს გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აქ დადიოდა, ესე იგი იმასავით, რა ქვია, მთავარსარდალივით და აი ამ კონჩიტების რევოლუციას დაუჭირა მხარი საქართველოს დასექცევად. რა გინდათ, რას გადაგვეკიდეთ, რამე თქვენი ვალი გვაქვთ, ვერ გავიგე კაცო. ვინ არიან? ეხლა ამას არა, ესენი არიან სადგისები დასავლეთში. ეხლა ამას რატო აკეთებენ? ხო ყველამ კარგად ვიცით. ხართ მაპატიეთ და ჩასურილები, შეშინებულები, გეშინიათ ამ რუსების, გეშინიათ, იცით თქვენ ძალიან კარგად, რომ მოგადგებიან ეგენი თქვენ, იმიტომ მაგ ჭკუაზია ეხლა პუტინი და კრემლის მესვეურები, რომ თქვენ მანდ აი იმ სტრატეგიულ გასასვლელს, რასაც ქვია ბალტიის ზღვა და მხოლოდ იმით დაგმაყოფილდება, რაც ეხლა ლენინგრადი არის და იქ და შეგატოვებთ მაგ იმას, რა ქვია. ვერანაირი ნატოს ქოლგა და ზონტიკი თქვენ ვერ დაგიცავთ. მოგადგებათ რუსი. ეხლა თქვენ ცდილობთ როგორმე ეს მეორე ფრონტია თუ ჯანდაბაა კავკასიაში რამენაირად დაქოქოთ, რასაც ეს ნაძირალა ამერიკის ყოფილი ელჩი კელი დეგნანის ჩადიოდა აქა და გინდათ რომ საქართველოს შეჩურთოთ ამ უკრაინის ომში. არა, ეხა და თქვენ ახართ ჩვენი მოყოლები, თქვენ ახართ მტერები საქართველოს. ესენი არიან ნაძირალები. ესენი კიდე თქვენ ახლა ახსენეთ ის სიკეთეები, რაც მიიღეს მათ
სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობით და მთავარი სიკეთე სტალინმა მათ აი ამ მეორე მსოფლიო ომის დროს მისცა ტერიტორიები, რომლებიც მათ არ ეკუთვნოდათ. ანუ ის ტერიტორიები, იგივე ლიტვას მაგალითად, იგივე ლატვიას, ანუ ტერიტორიები ამ პოლონეთის ტერიტორიები. მიერთეს, ანუ საბჭო ესე იგი სტალინმა ტერიტორიები მისცა, უფრო დიდი გახადა ეს ბალტიისპირა ქვეყნები და ესენი სტალინს აგინებენ და ლანძღავენ. ანუ სტალინმა მოგცა ტერიტორია, ჩვენ არ ვიცი, ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, არც იმის დროს, არც ამის დროს, არაფერი არ შეგვმატებია, ყველაფრის დროს უკარგავდით რაღაცას და ამათმა მიიღეს და ყველაზე სასტიკები იყვნენ ესენი მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების კონცლაგერებში მოწინავე პოზიციებზე იყვნენ ესენი და დღესაც ესენი ასრულებენ აი კონცლაგერის რა ქვია სადამსჯელო ბრიგადების ხელმძღვანელების მიმართ გარკვეულ ფუნქციას. ამათ გონიათ საქართველოს კონცლაგერი, ჩვენ გონიათ ეს ტუსაღები და ისე გვექცევიან, ესე ქენით, ისე ქენით, ეს ვინ არის ჟიტაუტას გიჟმაუჟდასიო თუ ვინ არის რაუბედურება, გიჟები არიან მართლა რაუბედურება დავაშავეთ ასეთ და ეხლა მე არ ვინ ამაზე ტელევიზიის გადაცემა მიუძვნა მაგათ, მაგრამ ერთი ფაქტი არის. აი ჩვენი მოღალატე ქართველები რო ევროპარლამენტში დარბიან და რეზოლუციებზე რო იმაშვებიან, უჭერენ მხარს რო და გამოდიან იმ ინიციატივით რო ეხლა უვიზო მიმოსვლა იქნას გაუქმებული საქართველოსათვის. იცით რა არის? დავით აღმაშენებელმა რა ჭირდა დავით აღმაშენებელს გალობაის სინანულის აირო დაწერა. აი რა უჭირდა დავით საქართველოს გააერთიანა კაცო და უდიდესი ტერიტორიების შემატა. რატო უნდა დაეწერა დავითს ეს გალობაის სინანული? იმიტომ დაწერა რომ აი მაინც წუხდა იმ მოღალატე ქართველების დასჯაზე, რომლებიც იქნენ სასტიკად დასჯილები და ეხა ჩვენც არ გამოდის სხვანაირად. გასაგებია ჩვენც შეიძლება არ გვინდოდეს ეხა გუშინას თქვი ნამდვილად არ გამიხარდა ეხა იმ ვანო ნადირაძის სიკვდილი მე იმიტომ რომ მაინც ქართველი იყო და მაინც რაღაცნაირად ვიღაცა მე შეიძლება შემრაცხოს რომ მე ჩვენ მოღალატეებს არ ვინდობ და რაღაცა მაგრამ ნუ მე რა ვიცი აი მაინც თითეული ქართველი მაინც ნამდვილად ტკივა და აი ემართა აცხონოს გულით გარდაიცვალაო და მერტმა აცხონოს კაცო გულით გარდაიცვალა მე მინდა რომ აი პირდაპირ გეოქრისტიანი კაცი ვარ და ქართველი კაცი იყო და ოჯახს მინდა სამძიმარი ჩემს მიმართ მემუქრებოდა მე ერთი რით ვერ მოინახა ვიღაცაო ეს ტელეკომპანიასო ერთი რაღაცაო იმას უკდათო თქვენ კი არა მთელ საქართველოს ემუქრებოდა ტანკებით უნდა გადაგიაროთ ხო და მერტმა შეუნდოს და მერტმა აპატიოს მაგრამ ერთი რამე არის აი უყურეთ რას ვლაპარაკობ ეხლა აი ფაქტი ერთია რომ ამათ უნდათ ამ ბალტიისპირელებს თვითონ ubრძოლობენ ერთი მაინტერესებს უკრაინაში. რას ბრძოლობენ? არა, ჩვენ რო გვეუნებიან ერთი მე არ გამიგია მაგათი რომელიმე ბატალიონი უკრაინაში იყოს. მაგ ჭკუაზე არიან. რაღაცა ჟანგიანი არის თუ გააგზავნეს იქა ბოდიშ და ბრონეტრანსპორტიორი ის იქნება და ის. რას გაბედავენ ბატონო ნიკოლოს ცახცახებენ შიშისგან. დაიწყეს ამას წინათ იყო ერთი პერიოდი დაიწყეს რაღაც ამოიკნავლეს კალინინგრადის ოლქისკენ მიმოვალ რკინიგზას ჩაუკეთავთ რუსეთსო და პუტინმა ერთი რაღაცა და ესე დააკაკუნა. ესე დააკაკუნა და ვირთხებივით გაცვიდნენ, ცახცახებდნენ. ესენი ხო რისი თავი გაქვთ თქვენ საერთოდ? რა გინდათ გაანებეთ ამ საქართველოს? რამე ვალი გაქვთ თქვენ ესე იგი თქვენი კაცო? რა გინდათ ესე იგი აი რას გადაგვეკიდეთ? აი ესე რას გვიჩიჩხინებთ რო იტყვიან რა. ესე იგი უნდათ რომ როგორმე ამ უკრაინის ომში შეგჭურთონ ამ გარეწრებმა ამათ რა. და მთელი უბედურება რა არის იცით? მთელი აბა თუ გამოსულა ვინმე ან ლიეტუვაში, ან ლატვიაში, ან ესტონეთში 1000 კაციან, 500 კაციანი მიტინგი, 100 კაციანი მაინც მიტინგი მაინც გამოსულა. აი და ეს ცახკნარი, ეს თუ ძუკნარი თუ იუკნეჩივიანია თუ ძუკნევიჩიანე მაგისი პოლიტიკა გაუპროტესტებია რომ აი მეგობარ ქართველ ხალხს თავი გაანებეთო. თუ გამოსულა ვინმე, თუ გამოსულა, აი საწყენი ეგ არის. ეგ არის საწყენი. აი მე დარწმუნებული ვარ, ეხა ჩვენმა ხელისუფლებამ რო გამოვიდეს ან კობახიძე, ან დინარაძე, ან ვინც არიან ეხლა უმაღლესი სამხედრო პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები, რო გამოვიდეს, ან გენშტაბის უფროსი გამოვიდეს, ან უშრების საბჭოს მდივანი გამოვიდეს, ან ვინმე ნებისმიერ რო გამოვიდეს და თქვას, რომ აი ლიეტუველებზე თქვას, რომ ლატვიელებზე რომ ესენი ეს გარეწრები, აი ესე იქცევიან, ცუდად იქცევიან, დემოკრატია არ არის მაგათთან რაღაცა, დარწმუნებული
მოგებული ვარ ვიღაცა პატრიოტები გამოვლენ ქართველები ტვინგახურებულები თუ არ გახურებულები და იტყვიან რომ აი ხელისუფლება ჩვენ ბალტიისპირელ ძმებთან გვაპირისპირებს და რაღაცა დაარწმუნებული ვარ რომ ვიღაც 100 კაცი მაინც გამოვა აი სამივე რესპუბლიკიდან ხო ვიყავით 70 წელიწადი ერთი დროშის ქვეშ ერთად ხო გადავიტანეთ ის ჭირი თუ უბედურება ხინი თუ გამარჯვება 100 კაცი სამი რესპუბლიკიდან ერთად არ გამოსულა და არ დაუგმია თავიანთი ევროდეპუტატების თუ მაპატიეთ და ამ ევროდეპუტანტების გამოსვლები რა სამარცხვინო იცი თუ არა თქვენ ერთი მეგობარი მყავს გერმანიაში ცხოვრობს და ეგეთი უმადური ხალხი ევროპარლამენტში თურმე რო შეხვალ ესე იგი მე არ ვიცი ხა ტუალეტში თურმე საერთო ტუალეტი ყოფილა ქალი და კაცი რო შედის ერთად ხო და ეგრე არის აი ეს არის აქიდან ჩანს მათი მსოფლმხედველობა შეიძლება ხარ ხო ეხა შედიოდე ტუალეტი და ქალი და კაცი ერთად ისაქმებდნენ კი ბატონო ანუ აქიდან ჩანს ეს არის ცნობილი ფაქტი ხა მაგას ხორავინ არ დაიბრალებს რომ ტყუილია ხო და აქიდანვე ჩანს და ის ბაბილონის გოდოლს რო გავს ეს თვითონ ეს შენობა და ყველაფერი ეს გარკვეული რაღაცა ნიშნები მიუთითებს რომ თვითონ ეს ევროპარლამენტიც არაფერი სიკეთე არასდროს არ მოუტანია ჩვენი ქვეყნისათვის ერთი კაცი რო გამოვიდა იქა და მაშასადამე ჩვენ ვართ ევროპელი აი მაქიდან დაიწყო საქართველოს უბედურება მაგ მაშასადამედან რა არავით არის მაშასადამე საქართველოს არ ჭირდება ჩვენ ვართ ქართველები თავის უბედური ხო არავით არის ის არ ჭირდება და არაფერი არ ჭირდება ჩვენ და იმას ყველა მიცის და მისი ძმაც მე ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ გოგლაჟვანიას ბატონს ვერ დაგიძახებ მაპატიეთ რა სამარცხვინო კაცი ხართ გოგლა სამარცხვინო კაცი ხარ შენ არა ხარ კაი კაცი რა არა ხარ შენ კაი კაცი გენაცვალე რა ამ ხელისუფლებამ თქვენ ძალიან დიდი პატივი გცათ აი ეს ბავშვი კინაღამ რომ მოუკლა შვილიშვილი ცხონებულ გოგი თოფაძეს რომ დაგიტოვოთ გარეთ რა ხო და ამ ხელისუფლებას ახლა თქვენ ის გაუშვეს ის თოფაძის ვინ ჟვანიას ბიჭი ციხეში ზის კი ეხა ამ წუთასაც ციხეში გაუშვეს კი მე როგორც ვიცი გამოუშვეს არა ნუ ეხა ჩაჯდა ციხეში მიუსაჯეს და მე ეხა შეიწყალეს თუ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ერთი ფაქტია ნუ ეხა კაცი და აი ამ მკვლელების გვერდით დადექით თქვენი ძმის მკვლელების გვერდით ბარამიძის გვერდით დადექით თქვენ და სააკაშვილის გვერდით თქვენი ძმის მკვლელების გვერდით რამ დაგაყენა გოგლა რამ აი ჩემთვის აუხსნელია მე თქვენ ცნობდით ღირსეულ ადამიანად თქვენს ოჯახში ნამყოფი ვარ რამდენიმე საგაზეთო ინტერვიუ ჩამიწერია და რა ვიცი ძალიან სერიოზულ და ნორმალურ ადამიანად მიმაჩნდით მაგრამ იქ რამ დაგაყენათ საკუთარი ძმის მკვლელების გვერდით რამ და თქვენ ხო ძალიან კარგად იცით ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია მოკლა მიხეილ სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ ყველაფერი იცის ნაძირალა ვანომერაბიშვილმა გარეწარმა ადეიშვილმა აი ეს ახლა რო არის გაყუჩული ავარდნილი ინდაურივით ის მიშა რა გვარია მაჭავარიანი და ძალიან კარგად იცის ყველაფერი ყველაფერი სავანჩავანია ბარამიძე და ისა კიდე ის რო არის რა ქვია არა კაცო ის ხათუნა გოგორიშვილი ყველაფერი ძალიან კარგად იცის ისე ელენე თევდორაძე ბოლო ერთხელ ხო შეიძლება ყველაფერი ძალიან კარგად იცის ელენე თევდორაძემაც იცის ყველაფერი და ყველა მის ჟვანიას რაც და მოიცა იმან არის ის ვასიკო მაღლაფერიძე მაღლაფერიძე მაჭანგალების უფროსი იყო მანდ და ბინებს კირაობდა ხო და აი ეს უბედურება როცა ჭირდა იმ უბედურს იმას ამიტომ უნდა ჩაიგდოთ ენა მუცელში და გაჩუმდეთ საქართველოს დიდი უბედურება არის გეი მაფია რომელსაც ჟვანია მოკლეს მოქალაქეთა კავშირის ვაშლიჯვრის ოფისში არა ეს ერთი რამეა კი ბატონო მაგრამ ფაქტი ერთია რომ ჩვენ აი იგივე აი ამ გადავდივართ სხვადასხვა თემებზე იმიტომ რომ მრავალწახნაგოვანია ჩვენი გადაცემა და მოკლა მიშა ერთი ფაქტია ეს ხალხი არიან ქვეყნის მოღალატები ამათთან თანამშრომლობა არ შეიძლება ხშირად არჩევნების წინ და მერეც ხდება ხოლმე განცხადებები რომ ჩვენ მაინც უნდა ქართველ ხალხს პატივი ვცე და კი ესენი არ იმსახურებენ ამას მაგრამ უნდა ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ ხალხო ვისთან დავით აღმაშენებელს სიცოცხლე გაუმწარა იმან რა ქვია ამ ფეოდალებმა და რა ეხდა ეხა ფეოდალებთან თანამშრომლა ყველას დააგდებინა ისა რა ქვია თავები
იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მასთან თანამშრომლობა და ჩვენ რატო უნდა ვითანამშრომლოთ? ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ? მაინდა ამ იმასთან და ქვია ყმამონგრეულ ხალხთან რომლებსაც ელისო კილაძესთან თანამშრომლობ მე პირადად. არ ვიცი რა ელისო კილაძე კიდე რა ეხლა გააქტიურდა სხვათა შორის. ხო აი ამ ჯამდელიანს ებძვის და არ ვიცი აი ეპისკოპოსს ებძვის ადამიანი რომელიც არ უდიდესი ადამიანი მე ვფიქრობ იმიტომ რომ ბევრ კაი საქმეს აკეთებს და არ ვიცი რა ხდება საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აი არ ეხლა იცით რატო გააქტიურდა ეგ ქალი ეგ საღორიის ტყის ბინადარი თალოვან უწყებებში ხო შეიცვალა ხელისუფლება და ძირითადად ჩინական საქმეთა სამინისტრო ახლა ამათ უნდა დაუდასტუროს ერთგულება რომ იქ უზალთონი და მოუმატონ რაღაცა ცოტა რა თუ შენი მეგობარი არის ვინმე და თუ შენ გული შეგტყივა ამ ხელისუფლებაზე ბიჭო რაღაცა რო შავდება უნდა თქვა და ვიღაცა რო აშავებს უნდა თქვა თორე რო გადაატრია რო გადმოატრიალებს ყველაფერს მე უკვე გვიანი არის აი ხე გახარია მაგალითად ხო არ ვიცი ეს თავიდანვე რო არ მოვიცილე ჩვენ იმიტომ მივიღეთ თავის შედეგი რა მე გახარიასთან დაკავშირებით არა ვიცი ბევრი შეცვლა მე მარჯვენი მაქვს მოსაჭრელი და ვაღიარებ ამას რომ მე აი ამას მე ნუ ეგ არის ჩემი შეცდომა და მე მინდა ჩემ კითხველებს და ჩემს გულშემატკივრებს და რა ვიცი ახლა მე ბოდიში მოვიხადო საზოგადოების წინაშე რომ რაც მე აი ამ გარეწარს მარტ გულიდან წამოსული მე ასე ვფიქრობდი რომ ეს იყო რაღაცა ნუ ცითმოვლენილი ანგელოზი და ეს ყოფილა მოღალატე მე მინდა ბოდიში მოვიხადო ამ გარეწარის ეს არის დასაჭერი პირდაპირ გეუბნებით ამას რა თუნდა დაკითხვა რა კომისია რისი კომისია ძვირფასო მეგობრებო ეს არის დასაჭერი ამან გააკეთა ის რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში ოღონდ მცირე მოდელი და აბსოლუტურად ვეთანხმები იმ შეფასებას რომ ეს იყო მინი 2008 წლის აგვისტოს ომი ჩორჩანაში დაურეკეს ამას მისმა პატრონებმა ამერიკის მაშინდელმა ელჩმა იმ ქვაზე დახატულ ეშმაკს რო გავს ის კალი კელი დეგნანმა თუ ვინც იყო და უთხრეს რომ დაძაბო უნდა სიტუაცია იქნებ კიდე შემოვიდნენ კიდე მოხდეს რაღაც უბედურება და ამიტომ რა უნდა გააკეთო ჩაადგიესა და ამანაც ესე იგი ადგა და ისე რომ კაციშვილს არავის არაფერი არ კითხა გააკეთა ის რაც გააკეთა და საქართველოს დაკარგა 1,000,000 კვადრატული მეტრი ტყე სოფელი ფაქტობრივად არის პარალიზებული 5 თუ 6 კაცი მოსახლე ქართული ოჯახი დარჩა საოკუპაციო საზღვრის იქეთ მერე ის მოაწყო 2019 წელს იქ რაც მოაწყო 20-21 ივნისის ამბები და უბედურება რო ტრიალებდა იქა ეს მე არ ვიცი. რატო არ მიდის იმ კომისიის თომაზე? ქურც ქუდი ეწვისო მაგაზია ნათქვამი. რატო არ მიდის? ეს არის დასაჭერი. შენ რო იძახდი თვალებს რო გვიპაჭუნებდი იქ აი მე ამ ნაცებს დავასრულებო და მე ნაცებში რო გადახდა ესე. მივიდეს ეხლა ამ კომისიის თომაზე. რატო არ მიდის ეს? იმიტომ არ მიდის რომ იცის რომ ეს იქნება მისთვის გარკვეულწილად ბრალდების საყენების ერთ-ერთი გარკვეული წინაპირობა. იმიტომ რომ უკვე მისცეს მის წინააღმდეგ ჩვენებები მინისტრებმა და მალე ბატონი გიორგის 8 თვიანი კი არა უფრო მეტი სასჯელი დაეკისრება. ეხლა მას თუ გონია რომ მარტო აი ეს რო არიან ეს ხლისტები 8 თვით რო ჩაჯდნენ ციხეში, მაგას 8 თვე კი არა უფრო მეტი სასჯელი დაეკისრება. ბატონო ნიკოლოზ რაც მაგან გააკეთა მელიას დაკავების დროს რომ როგორ არ დამავიწყდება, როგორი გახარებულები იყვნენ ეს ნაცები რომ მაგან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბატონო ნიკოლოზ საქართველოს აი ასეთი ინერციით რომ დაეკარგა საუკუნეთა წიაღში ტერიტორიები ჩვენი დღეს არაფერი ჩვენგან არაფერი იქნებოდა დღეს დარჩენილი ქვეყანამ დაკარგა ამოდენა ტერიტორიები დავკარგეთ აფხაზეთი დავკარგეთ შიდა ქართლის უდიდესი ნაწილი ცხინვალის რეგიონი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა და კაციშვილს აი ამ სამხედრო დანაშაულის აი ამ წაგების გამო პასუხი არ უგია პასუხი არ უგია ვინმეს ძვირფასო ეგეთი პრეცედენტი მსოფლიოს ისტორიაში კაცობრიობის ისტორიაში არ ახსოვს არც ერთი ქვეყნის ისტორიას რომ ესე იგი ქვეყანამ დაკარგა ამოდენა ტერიტორიები 12,000 კვადრატული კილომეტრი გვაქვს დაკარგული უკანასკნელი 30-35 წლის განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის სახით დაკარგული გვაქვს ასევე დავითგარეჯის 4,000 კვადრატული მეტრი იქა მეტი უпростоრად მასზე მეტი სტრატეგიული სიმაღლეები დავკარგეთ და კაციშვილს ამაზე პასუხი არ უგია. კაციშვილს არ შეიძლება, ესე იგი, ქვეყანამ განიცადა მარცხი. გერმანელი ფაშისტებიც კი, რომლებმაც
ფაქტობრივად დაღუპეს თავიანთი სამშობლო, დაღუპეს გერმანია, როცა მიხვდნენ რა დანაშაული ჩაიდინეს, ღირსეულად მოიქცნენ, კაცო, კაცობა ეყოთ და საქვეყნო ცნობილია იმ ფაშისტი გენერლების, გენერალ ფელდმარშლების, ობერსტურმან ფიურერების და მაღალი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლების ბოლო სიტყვები, რომლებმაც თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე და ზოგი იძახდა, რომ გამარჯვებას გისურვებ გერმანია, საუკეთესო სურვილებით გემშვიდობები ჩემო ძვირფასო სამშობლო და ამ შემდეგ და იმ ხალხმა თავი დაიხოცა თავი. გეკითხებით, ვინმე მითხარით ქართველი გენერალი, პოლკოვნიკი, კაპიტანი, მაიორი, რომელმაც თავი მოიკლა იმის გამო, რომ წავაგეთ ომი აფხაზეთში და წავაგეთ ომი ცხინვალში და დავკარგეთ ტერიტორიები. პირიქით, ეს ხალხი არიან გაზულუქებულები, დაწინაურებულები, ხან იმაში დანიშნავენ, ხან ამაში გადმონიშნავენ, დაატრევენ ესე ცარიელი გაზის ბალონებივით. სამარცხვინო პასუხი აგეთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს მასშტაბით და თბილისიდან უნდა დაიწყოს ეს პანთეონები გაწმინდეთ, პანთეონები უნდა გაიწმინდოს. არ შეიძლება ქრისტე და ბარაბა ერთმანეთის გვერდ-გვერდ იყოს დასაფლავებული. ერთი რამე არის კიდე რა ბატონო თქო ხა. მე სხვათა შორის ერთ რამეს უკაცრავად ქრისტე და იუდა. კი ბატონო, ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ დღეს აი დავით აღმაშენებელმა როგორ და თამარმაც და გიორგი ბრწყინვალებაც როგორ შექმნეს დიდი საქართველო. პირველი შიდა მტერი დამარცხა. რა თქმა უნდა. შიდა მტერის განადგურების გარეშე ჩვენ ვერც აფხაზეთს, ვერც ცხინვალს, ვერაზროს ვერ ვნახავ. არ შეიძლება ეხლა რომ მტერიც იყოს აქ მიშვებული შიდა მტერი და თანკი და ჩვენ გარე მტერთანაც რაღაცნაირად სანამ აბულეთის ძენი და ბაღვაშები არ ალაგმა დავით აღმაშენებელმა სიცოცხლე გაგვიწარა ბაღვაშებმა ვერაფერი ვერ გააკეთა. ამ დროს ბაღვაშებმა რაღაცა დადებითი როლი ითამაშეს. შეცდენილები იქ იყვნენ მანამდე ქონდა მათ ივანებელი. ანუ ამათ არაფერი დამსახურება არა. აგრად მეოთხის დროს ის ბაღვაში, ის ლიპარიტი ძალიან ღირსეულად მოქმედებდა. თბილისის არ ბრძოლობდნენ. როგორ არ ბრძოლობდნენ? ანუ დამსახურებას, მაგრამ მე უღალატეს მეფეს. ხო, მაგრამ იქ სხვათა შორის იქ მაშინ ისინი მართლები იყვნენ. მაგრამ დავითთან არ იყვნენ მართლები, თორე დავითის პაპასთან, ბაგრატ მეოთხესთან ის მართალი იყო და ის სხვათა შორის სხვა პოლიტიკური ვითარება იყო და არ მინდა ახლა მაგ დეტალებში შევიდე. ეს ცალკე თემაა და ამას სპეციალური აუდიტორია და დარგი სპეციალისტები ჭირდება. ეს არ არის ასე ჰაი-ჰარად გასარჩევი თემა, მაგრამ დავით აღმაშენებელთან არ იყვნენ ისინი მართლები. და იგივე ზაგანაბულეთის, იგივე აბულეთის ძენი და იგივე ბაღვაშები. და დავითმა სანამ ისინი არ ალაგმა, მანამდე ქვეყანაში ვერ დაამყარა წესრიგი და ვერც დაამყარებდა. იმიტომ რომ შიდა მტერი, როგორც ციხე შიგნიდან ხდება და შიდა მტერი არის ქვეყნის ერთიანობის დაუძინებელი რაღაცა ბარიერი. გადაულახავი თუ არ მოიშორებ ამას, ისე გამორიცხულია ვერანაირად. როგორ შეიძლება ეს ვერც ერთმა დიდმა ხელმწიფემ წარმატებას ვერ მიაღწია მანამ სანამ შიდა ოპოზიცია არ მოაშთო, არ დათრგუნა. მე არ ვამბობ იმას, რომ ესენი ყველანი ახლა კუდიგორის გზას ფიგურალურად თუ ვიტყვით გავუყენოთ, მაგრამ დამნაშავეები ციხეში უნდა წავიდნენ. არა, რა თქმა უნდა, წავიდნენ და ერთი რამეა კიდე ხა ჩვენ ვიცენ ზედმეტ ლოიალობას უკვე ამ ხალხის. გივით არ გამაძერო დასაჭერია. ეხლა არ შეიძლება ესე ხუმანურობა და ესეთი ზედმეტი ისა, იმიტომ რომ ეხლა აი ხუმანურობას რაც უფრო მეტს გამოიჩენ, მით უფრო ქვეყანა დაზარალდება. იმიტომ რომ შენ თუ ყვავილებს ესვრი, ის ტყუებს გესვრის. და ჩვენ გვახსოვს ეს გარკვეული ლოზუნგებიც იყო საქართველოში, ჩვენ ყვავილები ვესვროთ და ისინი და ნახეთ მერე ვინ ყვავილი ისროლა და ვინ ტყვია ისროლა და ამიტომ მე ერთი რამე მინდა ვთქვა. უკვე აი დავიღალეთ სიმართლე რო გითხრა რა. აი ყრიან ქუჩებში შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს. ამ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლითაც ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება იჯება. უბრალო მოქალაქეები რა გააკეთოს მე გეკითხები თქვენ. აი ვიღაცა ნაძირალა ნაციონალმა გამოიყვანა მოთმინებიდან მოქალაქე მიაყენა შეურაცხყოფა. ეს უნდა მოითმინო ესა? ბატონო ნიკოლოზ. არა, რატო უნდა მოითმინო? ესე იგი ნაციონალებს ვითმენდით ეს ხო 9 წელი. და ეხლა კიდე 13 წელი ვითმინოთ ნაციონალებს. რატო? რისთვის? არავინ არაფერი არ უნდა მოითმინოს. არა, თუ არ მოითმინოთ, აგიჭერეთ. არ მინდა რაღაცნაირად იმედები დამემსხვრეს
და წინასწარ რაღაცა მოვლენებს გაუსწრო, რაც გახარიასთან ამ ნაძირალა გახარიასთან დაკავშირებით დამემართა, ის დამემართოს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი სახელი გამოუძებნეს სოციალურ ქსელებში, მას გადაუკეთეს გვარი და დაარქვეს გიორგი გამკრალია. სამარცხვინო, ეს არის სამარცხვინო არსება. მოღალატე, მოიკალი თავი შენ ნაძირალა, შენ ახალ სამშობლოს მოღალატე რა. სამში თუ 1.0.1 კაცობის ნატამალი გაგაჩნია, თავი უნდა მოიკლა. შენ ახალ სამშობლოს მოღალატე, გაშიფრული აგენტი ხარ. ახლა ეგენი რო აგენტები არიან ეს სათენიკა მეხრიბოკოვა და ეს ნაძირალა გიორგი კანდელაკი და ისა რა ქვია ეს ტაივანის აგენტი თინა ხიდაშელი და მისი ქმარი მისი რა ქვია ურარტუს აგენტი უსუფოვი გასაგებია და ეს ჭიჭე ვაშაძე და ნიკა გვარამია და ეს დები ბერძენიშვილები და ამ შემდეგ ესენი რო აგენტები არიან გასაგებია ეხლა ეგ იცის ყველა მაგრამ მე ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია ის აღმატებული სიტყვები რომლითაც მე შენ გამყოფდი შევაქე რამდენჯერმე მე რომლითაც მე შენ გამყოფდი ზვიად გამსახურდიას ზვიად გამსახურდიას ვადარებდი კაცო ამ გარეწარს ამ მოგალატეს ჯერ ეს ერთი როგორ ქცევა ხა ვის არ მოხვედრია ხელი კაცო ვის არ მოხვედრია ხელი მაგრამ შენ რო ქცემეს ნუ არ ვიცი რა ეგეთი ცემას გააჩნია რა და თან სხვათა შორის ღირსი რო იყავი რა აი ღირსი რო იყავი და თან ქვეყნის პრემიერი იყავი კაცი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და 15 წლის აი 13 წლის ბიჭივით აი მე-6 კლასელები რო დასხებენ ერთმანეთს ისე ეგდე იმ სასტუმროს ფოიეში სამარცხვინო და მე არ ვიცი აი გაოგნებული ვარ აი ვისი იდეა იყო ჩემთვის მიუღებელია მე არ შემიძლია სიმართლე არ ვთქვა რომ აი deep state-მა დაგვაძალა არ შეიძლება რა მეგობრებო ესე რა ეხა deep state-მა რო დაგაძალოთ რომ იაფარულავა დანიშნეთ იმას რომ რა ქვია პრემიერ-მინისტრად უნდა დანიშნოთ ეს კალი პრემიერ-მინისტრად ერთ რამეს გეტყვით რა აი ამას შემიძლია ხაზზე დავიფიცო რა ერთი პერიოდი მე საკმაოდ ხშირად გამოვდიოდი ცენტრალური სამთავრობო მედია საშუალებებით და ყურადღების თვალში ვიყავი ამ ხელისუფლების და ნუ განიხილებოდა სიმართლე რო გითხრათ ჩემი დეპუტატობის საკითხი სიმართლე გითხრათ მე ეს ჩემგან კი არ ვიცი მე ერთ-ერთმა სერიოზულმა მინისტრმა მითხრა და ნუ ძალიან ისე განიხილებოდა და ეს ყველა და მთხოვდნენ რომ ამ რესპუბლიკელებს ნულტყამო რა ძალიან აქ თქო ნულტყამ ამ რესპუბლიკებს მე ვთქარი მე ამას ვერ გავაკეთებ ვერ შევეგუები მოღალატეებზე ვერ გავჭერდები და ნუ ამის გამო მე დეპუტატობა კი არავინ არაფერი არ მაგრისა და არც მინდოდა სიმართლე რო გითხრა მე არ მივისწრაფი მე კაცი ვარ რომელმაც ჩემი განცხადება და დავტოვე ეს თანამდებობა და ანუ მე მინდა ვთქვა რომ მე ჩემთვის მიუღებელია ის რომ რაღაცა თანამდებობის გამო ჩემ პრინციპებს და ჩემს რაღაცა გარკვეულ იდეალებს რაღაცა უკუაგდო და რაღაცა მის წინააღმდეგ წავიდე ეხლა მე შემეძლო გამჩუმებულიყავი გავტრონიყავი საერთოდ არ მომეღო ხმა ამ რესპუბლიკელებთან დაკავშირებით და შეიძლება დიდი ალბათობით მეც მოხდენილიყავი იქ სადაც ბევრი იქ ბოდიში და მუთაქის დროს ასრულებს ხმას არიდებს და თქვენის ნებართვით კონტექსტუალურად შეიძლება თემას არებმის მაგრამ მე მინდა ძალიან დიდი ბოდიშს მოხდით ერთი განცხადება გავაკეთო ჩემს გამოსვლას წინა ეთერში სადაც მე ნოე ჟორდანია მოვიხსენიე ცუდად მოყვა ძალიან ცუდი რაღაცა კომენტარები და გაგრძელებები იმასთან დაკავშირებით რომ დამაბრალეს მე თითქოს მე ესე იგი ვიგულისხმე აი ამ როდესაც ნოე ჟორდანიას უწოდე გარეწარი მე თითქოს აი ამ მოვიხსენია პირველი რესპუბლიკის მთავრობა რომ აქედან გაიქცა და მიატოვეს საქართველოს და ეს ფაქტია და ამას ვერავინ ვერ უარყოფს თითქოს მე აი ამ გარეწრებში ვიგულისხმე ჩვენი სახელოვანი ექვთიმე ღვთისკაცი და მიხა კოწერეთელი და ეს უდიდესი ქართველი არის სინდის ნამუსი მართლა ეს ხალხი რომლებმაც ჩვენ ეროვნული საგანძური თუ თქვენ არიცით ჩემი პოზიცია ამ ხალხთან დაკავშირებით რომ მე რა სახოტბო სიტყვები მაქვს მიძღვნილი დიდი ექვთიმე თაყაიშვილის და იმ წინვალე თანავარსკვლავედის მიმართ რომელიც მას ახდათ თან და მის პოზიციებს ამაგრებდა ეს ძალიან ცუდი დაგმართია და მე რა თქმა უნდა ექვთიმე თაყაიშვილის როლს და მიხა კოწერეთლის და იმ პატრიოტების როლს არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ მაგრამ ფაქტად რჩება რომ ჟორდანიას ხელისუფლებამ
განძი რაც გაიტანეს აქედან 21 წლის თებერვალში, მე-13 დაბრუნდა მხოლოდ. დანარჩენი 2/3 შეჭამეს და დანარჩენი ეგ არის ფაქტი. კი ბატონო, გასაგებია. ხო და ნუ ახლა არ ვიცი თუ ჩვენ გვინდა რომ უგომა დავწეროთ ისტორია. ჩვენთვის გაკვეთილი დრო ამოიწურა უკვე ჩვენთვის გაკვეთილი დრო. ვადლობთ ბატონო დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი იცოცხლეთ ბედნიერად. მინდა დაგემშვიდობოთ, თქვა, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს, საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ.